წინა საახალწლო საჩუქარი, ასე აფასებს საქართველოს საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელი ამავე უწყების ამჟამინდელი ხელმძღვანელობის მხრიდან მისთვის დიპლომატიური პასპორტის გაუქმების ფაქტს. პასპორტის გაუქმების შესახებ ოფიციალური ნოტა თედო ჯაფარიძემ 31 დეკემბერს მიიღო. თუმცა არც მანამდე და არც მას შემდეგ გრიგოლ ვაშაძის უწყებიდან მას არავინ დაკავშირებია და არც პასპორტის გაუქმების მიზეზები აუხსნია. პირობაზე რომ დავიწყოთ ლაპარაკი და ღრმად წავიდეთ, შეიძლება უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი იყოს, რომ საერთოდ გავჩდიან ქვეყანაზე. მე არ ვიცი, სამწუხაროდ ეგ არის პრობლემა. თუ დავარქმევთ ამ საქმის ფორმალურ მხარეს, მე პირადად მე ვერ ხვდები რა იყო, იმიტომ რომ ზუსტად ამ 3 წლის წინ ქართულმა მხარემ, საგარეომ მე მხარი გამიჭირა რა. რა არის მიზეზი, ვინ გადაწყვიტა, ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რატომ მიიღო, ეს უკვე ვიცით, როგორც თქვენ მე არ ვიცი და არც მაინტერესებს სიმართლე გითხრათ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ არალეგალად ქცეული დიპლომატი ამჟამად საბერძნეთში ბისეკთან არსებული შავი ზღვის საერთაშორისო კვლევის ცენტრის ტექნიკური დირექტორია. საგარეო უწყებამ ამ თანამდებობაზე წარდგენილ თედო ჯაფარიძის კანდიდატურას არც 2010 წლის შემოდგომაზე დაუჭირა მხარი. მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ მაშინ ოფიციალურ მიზეზად თედო ჯაფარიძის არასაკმარისი სამეცნიერო ბექგრაუნდი დაასახელა და მიზანშეწონილად ახალი კანდიდატი დანიაში საქართველოს ელჩი დავით კერესელიძე დაასახელა, თუმცა ცენტრის დირექტორთა საბჭომ მხარი თედო ჯაფარიძეს დაუჭირა და უფლებამოსილების ვადა 2011 წლის მაისის ბოლომდე გაუგრძელა. რა გახდა თედო ჯაფარიძისათვის დიპლომატიური პასპორტის გაუქმების მიზეზი, ამაზე გრიგოლ ვაშაძის უწყებაში არ საუბრობენ. თედო ჯაფარიძე აღმოჩნდა იმ ადამიანთა რიგში, რომლებიც განიხილებიან როგორც დისიდენტები ამ ხელისუფლებისათვის, ამ რეჟიმისათვის და ისინი ებრძვიან დისიდენტებს. უმაღლესი რანგის დიპლომატისთვის პასპორტის გაუქმების ფაქტს აბსურდს უწოდებს რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი და ქართული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. ეროსი კიწმარიშვილი განმარტავს, რომ ხელისუფლება თედო ჯაფარიძის ავტორიტეტისა და რეპუტაციის შელახვას დიდი ხანია ცდილობდა მათთვის მიუღებელი თედო ჯაფარიძის მხრიდან ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით გამოთქმული კრიტიკა აღმოჩნდა. თავარი რაც მე მინდა დღეს ბატონ თედოს და მისი სახით ყველა ქართველ ინტელიგენტს, ყველა ქართველ ინტელექტუალს, ყველა ქართველ სახელმწიფო მოღვაწეს უთხრა ქართული პარტიის სახელით. თუ ისინი დღეს არ ჩაერთვებიან პროცესში სახელწოდებით ამ რეჟიმის სწრაფად, უსწრაფესად შეცვლა, ეს აბსურდი კიდევ უფრო დიდხანს გაგრძელდება. ამიტომ დღეს ქართული პარტიის პოზიციიდან მე მას და მისი სახით ძალიან ბევრ გამოჩენილ ქართულ მოღვაწეს მოუწოდებ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადადონ ფიქრი იმაზე, რომ მათ აქვთ საშუალება დარჩნენ პროცესების გარეთ და პოლიტიკური პროცესების გარეთ და ჩაერთონ პროცესში სახელწოდებით საქართველოს გადარჩენა. ჩამოართვეს გაუქმეს და პრაქტიკულად გამოვიდა, რომ არალეგალად დატოვეს ის. საკუთარი ქვეყნის საგარეო უწყების მიერ დიპლომატის უპასპორტოდ დატოვების ფაქტს არა მხოლოდ თედო ჯაფარიძის, არამედ ქვეყნის პრესტიჟის შელახვას უწოდებენ თავისუფალი დემოკრატები. ირაკლი ალასანიას გუნდმა ამ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალური განცხადებაც გაავრცელა. იტალიაში საქართველოს ყოფილი ელჩისთვის თედო ჯაფარიძისთვის პასპორტის გაუქმების საფუძველი მათი აზრით ამოუხსნელია. ეს ფაქტი არის პირადად ჩვენთვის ყველასთვის აბსოლუტურად აუხსნელი. იმის მაგერად რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის წარმომადგენლებს საზღვარგარეთ იცავდეს უფრო მეტად და განსაკუთრებით ისეთ პიროვნებას ეს ჩვენ მიმართვაში ეწარე აღნიშნული როგორც ბატონი თედოა, მას ძალიან დიდი დამსახურებები აქვს საქართველოს ბევრი რამ აქვს გაკეთებული საერთაშორისო ასპარეზზე და დარწმუნებული ვარ რომ კიდევ მეტის გაკეთება შეძლებს მას ეს დიპლომატიური პასპორტი გაუქმეს. ყოფილი დიპლომატები თედო ჯაფარიძის დიპლომატიურ წარსულს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს იხსენებენ. საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელი, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, 2 მოწვევის ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამერიკისა და კანადის ინსტიტუტში სამეცნიერო მუშაკი თედო ჯაფარიძე ის ადამიანია, რომელსაც ნინო კალანდაძის შეფასებით არასაკმარისი სამეცნიერო წარსული გააჩნია, რის გამოც საკუთარმა ქვეყანამ ის საბერძნეთში ათასობით არალეგალთა რიცხვს მიამატა.